დაგიბრუნდით. ხომს და ბაჟას ვაკეთებ და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ძალიან მომენატრა და ჩვენთან ჩამოვიდნენ სტუმრები და ჩამოიტანეს ღერღილი და მოკლედ ყველაფერი, ყველი, ნიგოზი. აქაც იყიდება რასაკვირველია ნიგოზი, მაგრამ ისეთი გემრიელი არ არის როგორც ჩვენთან. ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. აქ არის ღომი. მზადდება და ეხლა ვამატებ წყალს და უნდა მივიღო იდეალური კონსისტენცია. მე პირადად არ მიყვარს ძალიან წყალწყალა ბაჟე, მაგრამ არ ძალიან სქელი არ უნდა იყოს, ამიტომ ეხლა ეცდები რომ იდეალური კონსისტენცია დავიჭირო. აქ ხაური ნიგოზი დიდად არ მიყვარს, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ჩამოტანილი ჯობია ბევრად. ღერღილი აქ საერთოდ არ იყიდება. და სულგუნიც რა თქმა უნდა არ იყიდება, ამიტომ დღეს დიდი დღეა. დღეს არის თანგიოს დაბადების დღე და საღამოს მივდივართ ვახშამზე. თქვენც აუცილებლად წაგიყვანთ ჩვენთან ერთად. სულგუნიც დავჭერი. ხომიც მზად არის. აქ ესეთი ამბავი გვაქვს, ბაჟე, ყავები მოგვიტანეს. მგონი კარგად გავართვით თავი. მარტივენა შესული რა და თურენებში შეყვანილი ყავთ, მე უკვე აი ჩვენ ეხლა უნდა გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო ფაქტი წმინდა ლაზარეს ეკლესიასთან დაკავშირებით. ეს ეკლესია აშენდა მე-9 საუკუნეში. ამბობენ, რომ ლაზარე, რომელიც იესომ მკვდრეთით აღადგინა, იუდეველთა დევნისგან გასაქცევად კვიპროსში ჩამოვიდა და სწორედ აქ ლარნაკაში გახდა პირველი ეპისკოპოსი. მისი საფლავიც აქვე არის ეკლესიის სარდაფში და ძალიან საინტერესოა მისი ერთ-ერთი წარწერა, სადაც აწერია ლაზარე ქრისტეს მეგობარი. ეკლესია მე-9 საუკუნეში აშენდა, მაინც ინარჩუნებს თავის უნიკალურ ბერძნულ ორთოდოქსულ სტილს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მოხდა მისი რეაბილიტაცია. თუ ლარნაკაში ხართ, წმინდა ლაზარის ეკლესია აუცილებლად უნდა ნახოთ. ლარნაკაში კი არა, თუ კვიპროსში ხართ, მაინც უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი ეკლესია არის მთელ კუნძულზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და მართლა საინტერესო და არ გამოვა ამის ნახვის გარეშე. ეხლა ჩამოვედი მაღაზიაში, 12-ის ნახევარია. და მაინც ამ დრომდე მოვიყვანე. გიოს დაბადების დღეა ღამის 12-ზე და რამე უნდა ვიყიდო, სანთლები, რაღაცა. და იმედია ვნახავ ისეთ რაღაცას, სადაც ჩავაჭრობ ამ სანთლებს. თუ არა და ვაფლების რაღაც საცხობი იყო ღია და იქაც გავიაროთ. წესნა მოვასწრო, ვერ ხვდები რატომ მოვიყვანე ბოლო წუთამდე. ლაპარაკში გავიდე დრო. ვიყიდა ყველაფერი და მოვუწყდა მაღაზიაში გადაღება, იმიტომ რომ თავიდან ძალიან მინერვული დაკეტილი იყო ალკოჰოლის სექცია, რომელიც არის და მე შენ გამო გავაღებ თუ კაიო, ანუ შემიშვეს და თუ იცი ზუსტად რა გინდა, გამოვიტანოთ უცბათო და ეგეც გამოვიტანეთ, კაბილეობაც ვიყიდე. ეხლა დამჩა რაღაც ვაფლის აყიდელი, იმიტომ რომ დამცხვარი მაღაზიაში ვერ ვნახე ვერაფერი და ავიდეთ, ავუღოთ ნუთელათი და ბანანით, თუ ღია იქნება. იმედი ღია. არ ვიცი. Hello, are you open? რაღაც კაფე ვეპოვე და აქ აქვს ბრაუნი, საერთოდ სამზარეულო დაკეტილია, მაგრამ ბრაუნი და apple pie გვაქვს და მე ზუსტად ეგ მინდა.
რესტორანში. მოვედით მეგობრებო ამ რესტორანში ძალიან კარგი გარემო არის, უბრალოდ არავინ არ არის ჩვენ გარდა და ეგ რაღაც ხრო ძალიან კარგია, იმიტომ რომ ახლა live band-იც იქნება, ემზადებიან და რაც უფრო ცოტა ადამიანი იქნება, მით უკეთესი. სხვათა შორის მეგონა რომ გავიყინებოდი, მაგრამ არ შემცივდა, მაგრამ მოსაცმელი მაინც წამოვიღე. აუცილებლად გადავიღებ ყველა კერძს და გაჩვენებთ გემოებიც როგორ იქნება, ერთად დავაგემოვნოთ. ეხლა კი შევედით, ძალიან გემრიელი ღვინო შევუკვეთეთ სხვათა შორის და გავსინჯოთ ერთად. ძალიან მოუხდება.